88 წლის ასაკში რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. კათოლიკური ეკლესიის ლათინოამერიკელი მეთაური, რომელიც თვენახევარი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ბოლოს საზოგადოებაში გუშინ სააღდგომო ქადაგებისას გამოჩნდა და მრევლ სააღდგომის დღესასწაული მიულოცა. მოგვიანებით კი ვატიკანმა მისი და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პოსტზე 2013 წელს აირჩიეს. მის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. თამარ ჭავჭავაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს წმინდა პეტრეს მოედანზე უკვე მორწმუნეები იკრიბებიან, სწორედ ამ მოედანზე იხილა ბოლოჯერ საზოგადოებამ პაპი ფრანცისკემ. თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ მან მრევლ სააღდგომის დღესასწაული პირადად მიულოცა, თუმცა სუსტად გრძნობდა თავს და სააღდგომო ეპისტოლის წაკითხვა ვერ შეძლო. პაპის სადღესასწაულო მიმართვა მორწმუნეებს მისმა თანაშემწემ გააცნო. ბოლო ლიდერი, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მეთაური შეხვდა, იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, რომელიც სააღდგომო ლიტურგიას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ოჯახთან ერთად დაესწრო, რაც შეეხება თავად სააღდგომო მიმართვას. პაპმა ახსენა ამ მიმართვაში უკრაინა და იმედი გამოთქვა, რომ ჩართული მხარეები სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას გააგრძელებენ. პაპის მიმართვაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ ვერ იქნება მშვიდობა რელიგიის შეხედულებისა და გამოხატვის თავისუფლებების გარეშე. პაპი ფრანცისკე საკუთარ სანტა მარტას რეზიდენციაში დილით გარდაიცვალა. 14 თებერვლიდან 23 მარტამდე ის რომის კლინიკაში იმყოფებოდა გართულებული ფილტვების ანთების დიაგნოზით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მისი მდგომარეობაც რამდენჯერმე უკიდურესად დამძიმდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. პაპი ინტენსიურ მკურნალობას კლინიკის დატოვების შემდეგაც განაგრძობდა. Carissimi fratelli e sorelle. რომის ეპისკოპოსმა უფლისა და ეკლესიის მსახურებას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მან გვასწავლა სახარების ღირებულებებისადმი ერთგულება, სიმამაცე, უნივერსალური სიყვარული, განსაკუთრებით კი ღარიბებისა და მარგინალიზებული ადამიანების მიმართ. უდიდესი მადლიერებით, როგორც უფალი იესოს ჭეშმარიტ მოწაფეს, პატივს მივაგებთ პაპი ფრანცისკეს მარადილ და მოწყალე სიყვარულს. პაპის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები, სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნეს ჯეიდი ვენსმა, რომელიც გუშინ შეხვდა პაპს, ასევე თეთრმა სახლმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა, კათოლიკურ სამყაროს, ასევე სამძიმარი გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზმა, ერთ-ერთმა პირველმა კი პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაქვეყნა. ბუენოს-აირესიდან რომამდე პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას სიხარული და იმედი მოეტანა ღარიბებისთვის. დაე ამან გააერთიანოს ხალხი ერთმანეთთან და ბუნებასთან. დაე ამ იმედმა მუდმივად იცოცხლოს. მე და ჩემი მეუღლე ვუგზავნით ჩვენს ფიქრებს ყველა კათოლიკეს და მგლოვიარე სამყაროს. დღეს მსოფლიო პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობს. ის იყო შთაგონების წყარო მილიონობით ადამიანისთვის. კათოლიკური ეკლესიის მიღმა თავისი თავმდაბლობით და სუფთა სიყვარულის გრძნობით უიღბლო ადამიანებისთვის. თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დიდი დანაკარგი განიცადა. დაე სიმშვიდე იგრძნოს ყველამ იმაზე ფიქრით, რომ პაპი ფრანცისკეს მემკვიდრეობას გააგრძელებს ყველა ჩვენგანი, მიგვიყვანოს უფრო სამართლიან, მშვიდობიან და თანაგრძნობით სავსე სამყაროსთან. პაპი ფრანცისკეს სახით ყველა კეთილი ნების ადამიანმა დაკარგა ბრძენი ახლო მეგობარი. სულისჩამდგმელი მასწავლებელი, მამა, რომელიც ზრუნავდა კაცობრიობაზე, როგორც ერთ დიდ ოჯახზე. მისი სწავლება ძმობასა და სოციალურ მეგობრობაზე უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ახლა, როდესაც ბოროტი ძალები ომებით და აგრესიით ცდილობენ ადამიანებს სამართლიანი და ჰარმონიული მშვიდობის პერსპექტივა წაართვან. პაპი ფრანცისკე პირველი არაევროპელია, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურად აირჩიეს, ის ასევე პირველი იეზუიტი იყო ეკლესიის მეთაურის პოსტზე. ფრანცისკე არგენტინელი, კარდინალი ხორხე ბერგოლიო, კათოლიკური ეკლესიის მეთაურად აირჩიეს 2013 წელს, მაშინ მისი წინამორბედი ბენედიქტ მე-16 ბოლო 6 წლის განმავლობაში ასევე პირველი პაპი იყო, რომელმაც პოსტი ნებაყოფლობით ასაკის გამო დატოვა. პაპმა ფრანცისკემ საეკლესიო წესები რადიკალურად შეცვალა ეკლესიის მეთაურთა დაკრძალვის წესებიც და მორწმუნეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავისი თავმდაბლობის გამო. ბოლო საუკუნის განმავლობაში ფრანცისკე იქნება ასევე პირველი პაპი, რომელსაც ვატიკანის გარეთ რომის ერთ-ერთ მთავარ ტაძარში სანტა მარია მაჯორეში დაკრძალავენ.